სახელითა მამისაითა, ძაძისაითა, ძაცბიდისა სულისაითა. მადლობა უფალს, კიდევ ერთი დაუჯდომელი ითარგმნა ღვთისმშობელ მარიამის სადიდებელად, კერძოდ ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთ მოქმედი ხატის მიმართ. და პირველად ეს დაუჯდომელი აღმოვლინეთ ამ ტაძარში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რომელიც მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ჩვენს ტაძარშია დასვენებულია, დღეს ჩამოგზანებული იქნა სანანგებო და მერმე უკან დაბრუნდება. ორიოდე სიტყვით სურს მოგახსენოთ ისტორია ამ ხატისა, მისი მოპოვებისა და განდიდებისა, რომელიც როგორც თავში ვთქვი, კიდევ ერთი დიდება არის ღვთისმშობელ მარიამისა. მისი უსაზღვრო სიყვარულის, მოწყალების, კეთილმოწყლეობის გამოვლინება ჩვენ კაცთა მოწყლის მიმართ, თუმცა გულახდილად რო ვთქვათ, არაფრით ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ. მაგრამ როგორც მისმა ძემ და ღმერთმა გვასწავა ცოდვილებს, წადით და ისწავლეთ, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი. მას ჟამსაშინა, ეს იყო მე-16 საუკუნის 70-იანი წლები, რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო დაებრუნებინა ქალაქი ყაზანი და შემოგარენი, რომელიც მონღოლთა ოქროს უდოსოს მიტაცებული იყო ამ უკანასკნელთაგან. არც თუ დიდი დრო გასულ ამის შემდგომ მოხდა დიდი ხანძარი ყაზანში, თვით კრემლიც დაიწვა თითქმის სულერთიანად, რამაც ესე იგი დიდი სიხარული და გამოხმაურება პოვა მუსლიმთა შორის, თათრებს შორის. და რაც თითქოს ერთგვარი შერცხვენა იყო და ჩრდილი ქრისტიანეთათვის, მაგრამ დედაფლისა მარინება, რომ ეგევით არის სირცხვილის ქვეშ მოქცეული იყვნენ მართლმადიდებელი, რადგან ეს გამოიწვევდა მუსულმანობის გაძლიერებას და მართლმადიდებლობის დაკნინებას და შესუსტებას და თავად მან იზრუნა ამისთვის. კერძოდ ერთ-ერთ ყმაწვილ გოგონას 9 წლისას სახელად მატრონას გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, განუმარტა და უბრძანა, რომ ამა და ამ ადგილას ნახანძრალის ძირი გაეთხარა და უმელის ქვეშ მოიპოვებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. სარწმუნოებით მიიღო ამ ბავშვს, რომელიც ღვთისმოშიში ადამიანი იყო სიყრმიდან და გაუმხილა დედას, რადგან ღვთისმშობელი ეთქვოდა, რომ ეს ეთქვათ როგორც საერო, ისე საეკლესიო ხელისუფლებისათვის, მაგრამ ყურად არიღეს, არაფრად ჩათვალეს, ან სულად უმნიშვნელოდ ამ ბავშვის სიზმრებული ჩვენება, ასე და ამგვარად სამგზის გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და ბოლოს შერიცხა კიდეც, როგორც საეკლესიო, ისე საერო ხელისუფლება უკეთ უყურად არიღებდნენ მის ლოცვა კურთხევას. და რაკი ამჯერადაც არაფრად მიიჩნიეს მათ ღვთისმშობლის გაფრთხილება, თავად გოგონამ, ჯერ დედამ, შემდეგ გოგონამ დაიწყეს თხრა ამ ადგილისა და ხო ის საკვირველება მაუთში გახვეული ღვთისმშობლის ხატი მოიპოვეს, რომელიც ადგილმდებარეობის გამო, სადაც მოიპოვება მოხდა ამ ხატისა, ეწოდება ყაზანის ღვთისმშობლისა. აი ამის შემდეგ კი კეთილინება, როგორც საერო, ესეც საეკლესიო ხელისუფლება სინანული ჩაუდგათ გულში, სასწრაფოდ აფრინეს მეფესთან ისტორია ამ ხატის მოპოვების და სასწაული, რომელიც მოპოვებისთანავე მოხდა. ორი ბრმა მეხსეულად განიკურნა, ესე იგი, ამ თავისი სნეულებისაგან. ეს ისტორიაც მოპოვებით, სასწაულების ისტორიაც, რომელიც მერე და მერე გამრავლდა კიდევ უფრო და ამ ხატის ზუსტი ასლი გაგზავნეს მეფესთან, ივანე მრისხანესთან და მისი ბრძანებით მოპოვების ადგილას აღიმართა ტაძარი თავად ყაზანის ღვთისმშობლის სახელზე. მანამდე ეს ხატი დასვენებული ჯერ ერთხელ წმინდა ნიკოლაოს საგვირელთო მოქმედის ტაძარში, მერმე ხარების საბოლოოდ, როცა წლების შემდეგ და უსწრაფედად შემდეგოდა საკმაოდ მოზრდილი ტაძარი გადასვენებული იქნა თავისი სახელობის ტაძარში. და ამის მერე გამრავლდა მისი პირები და ესე იგი ასლები ამ ხატიდან უამრავი სასწაულები აღესრულებოდა და დღეინდელა დღემდის აღესრულება, როგორც თუ გულისხმიერად ვისმენდი დაუშვებელ, თავად ამ ხატის მოპოვების და განდიდების ისტორიაც არის შეკუმშულად გადმოცემული, ასევე პირველი სასწაულები და რა შეძევნანი აქვს ამ ხატს. ასე და ამგვარად განდიდა ყაზანის ღვთისმშობელი, მადლობა უფალს, რომ ჩვენ ტაძარში აღმოჩნდა ეს ხატი და
ეს ხალხი ახლა მაგვირდებოდი დაუშვებელს რომ ოდნავ დაზიანებულია ადგილ-ადგილ ფიქრობ დამლაგებლების დაუბევრობით და ალბათ აღწება ეს მცირე დაზიანება გამოსწორდება. გარდა მაგისა გუშინ საგამოთი ერთ-ერთმა შვილმა დამირეკა და მითხრა რომ მეუფე სერაფიმე ყოფილი მიტროპოლიტი ბორჯომისა მძიმედ იყო ინსულტი დამარხნია სენატში თავის კელიაში მთელი ღამე ამ მდგომარეობაში გასტა ესე იგი გაატარა და გათენებისას როცა ნახეს ქირურგებმა თქვეს რომ ოპერაციას ფიქრობ არანაირი შედეგი არ იქნება მაინც ჩაუტარდა ოპერაცია მაგრამ ღვთისნებით მიეძინა ოფლის მიმართ პირადად ვიცნობდი თბილი ურთიერთობა მქონდა მართალია ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს მაგრამ როცა კი შეხვედრილ თბილად მოვიკითხავს ერთმანეთი გვისაუბრეთ სხვა სულიერ საკითხებზე და აი მათ შორის ერთ-ერთი სასწაული რომელიც მოხდა ბორჯომის ეპარქიაში როდესაც დაიწერა და განდიდა ჩვენი ხატი შეხარვენახის ხატი სასწაულთ მოქმედი ხატუწერი ვაკურთხე რომ პირადად ჩემთვის დაეწერა ზუსტი ასლი ამ ხატისა მაგრამ მართალია ყველაფრით მიმსგავსებულია ორიგინალს ეს ხატი ხატის გამომეტყველება რატომღაც ღვთისმშობელს ჰქონდა ჩვენს ხატზე კაცრი შენი შფაც მივეცი ხატებს როგორი რბილი და თბილი გამომეტყველება აქვს მეთქი ორიგინალს ეს რატო ასეთი მკაცრი არ შემიძლია თქვა დავწერე რაც დავწერეო ჩემი ხედიდან ასე გამოვიდაო ამაზე ალბათ იმოქმედა მისმა განწყობილება რაღაც მოვლენები ადამიანის ცოცხალი არსება ყველაფერი მოქმედებს და ასე შემდეგ ასეა თუ ისე როგორც ჩანს ღვთისნება ესეთი იყო და რაში გამოჩნდა ეს რომ ნამდვილად ღვთისნება იყო რამოდენიმე ხნის შემდგომ განვიზრახე რომ მეუფე სერაფიმეს ეპარქიაში ბორჯომის ეპარქიაში შემეწირა ეს ხატი სიხარულით მიიღო ეს ნობა მეუფე სერაფიმემ მანამდე სურვილი გამოთქვა რომ ასეთი ხატი ქონოდა და მე უთხარი აი ჩემ ხატს შემოვწირავ მეთქი ჩემი ოჯახის სახელზე და დღეს ყოველ შემთხვევაში აქამდე დასვენებული იყო ბორჯომში ერთ-ერთ ტაძარში თავის დროზე მოვილოცე ტაძარი და მათ შორის ეს ხატი და რა თქმა უნდა განსაკუთრებული სითბო დამეუფლა რადგან ჩვენეული ხატი იყო ამ ეპარქიაში ამის შემდგომ არ გასულა დიდი ხანი მეუფე გადაწყვიტა რომ ჯავახეთში ერთადერთ ქართულ სოფელში კოთელიაში ირგვლივ სომხური სოფლებია და ეს ვიცა ქართულია ძველთაგან მოგეხსენებათ უძველესი ჩვენ წელთაღრიცხვენ ნამოსახლარები არის აღმოჩენილი დასკურინისა რომ ქართველთა მოდგმას ახლობდა ნუ ერთ ციკლით განიზრახა ეს და რა თქმა უნდა ძნელი მისახვედრი არ არის რის გამო რადგან მომძლავრება იყო სომხებისა უფრო მეტიც იმდენად გათავხედნენ მადლიერების დათვალ რომ ჯორვირებით გადმოვიყვანეთ აქ და გამოვარიდეთ დიდ თურქობას და როგორც დღეს თავად ამბობენ მილიონი ამდენი არ ამოუწყვეტიათ რა თქმა უნდა იქაც დაიწყეს პრეტენზიების გამოცხადება და მიიღეს რაც მიიღეს თურქები ქართველები არ არიან შემწყნარებლური რომ იყვნენ ჩვენ ზედმეტი შემწყნარებლობა გვაქვს გულახდილად რო გითხრათ და როგორც ქართული ანდას ამოს ტილი ფეხზე რო დაისვა თავზე აგახოხდება და თავზე არიან ახოხებულები ეს უცხო თესლი ახლა ხომ მოძალება ისეთი რომ ვერც აჩერებენ ეს არის საერთო გლობალური პოლიტიკა თქვენ არ იფიქროთ რომ შემთხვევით ხდება და ასე შემდეგ სხვა ტომიშვილებს ასახლებენ ხდება ეს ჩასახლება ყველგან ასუსტებენ ერთობა იკარგება აბორიგენებში ადგილობრივ ტომში ან როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ვთქვათ ჩვენ სინამდვილეში ქართველმა ხალხმა ამდენ არაბობას თურქობას სპარსელთა მოძალებას ირანელებისა ავღანელების ვინც არ ყოფილან ისინი ჩამოვიდნენ ერაყელების რომელი ერთი ჩამოთვალოთ მე დასავლეთ ევროპიდან აღარას ვიტყვი ყველას თვალი უჭირავს თვალწარწაც ბუნებაზე ჩვენი ქვეყნისა ჩვენი სამშობლოსი მაშინ როცა ქართველები მილიონზე მეტი არიან დასულები და მათგან ნაწილი აღარ ჩამოვა როგორც თავად ამბობენ და ნაწილი უბრალოდ გადაგვარებულია და ჯობსად ჩამოვიდნენ და თავიანთი სნებოვნება არ გადასულ ჩვენს მოსახლეობას თავის ეგრეთ წოდებული ცივილიზებული პროგრესული შეხედულებები თავისთვის დაიტოვა სადაც არიან მოგლეთ რომ ვთქვათ აი ამ მოსაზრებით რომ ერთგვარად გაეძლიერებინა ქართული სულისკვეთებად ერთადერთ ქართულ სოფელში კოთელიაში კურთხევა გასა რომ ეს ხატი გადასვენებული იყო ბორჯომიდან კოთელიაში დროებით მეც მიმიწვია სიამოვნებით დავთანხმდი და ლოცვა კურთხევა მომცა ჩემი სეხნა მღვდელი იყო იმ ეპარქიის მამა არჩილი
და ერთ-ერთი დიაკონი მათთან ერთად ღამისთების ლოცვა აღმესრულებინა კოთელიას პატარა ბაზილიკურ ტაძარში, ხოლო დილით თავად მოვიდოდა მეუფეც მგალობლების და აღესრულებოდა საღდესასწაულო ესე იგი საქმე ლიტურგია სამეუფო. როგორც კი ტაძარში შევედით და ესე იგი საკურთხეველში ვემთხვიეთ წმინდა ტრაპეზს, მოულოდნელად შემოვარდნენ სომხები, მილიციელები, მაშინ მილიცია ერქვა პოლიცია რა მნიშვნელობა გარსი არის ხება ამერის ხებუდანობის ამით. ხო და რისკით კაცრად თვითკმაყოფილებით დაგვიწვეს ზაგება, რომ აქედან უნდა წავიდეთ აუცილებლად. ნუ ეხლა ზაღლიხებს პარამედის ეს სიბრძნე დიდი ხანია მოვიგოე, მეოთხე არცად წამსვლელი არ ვართ, ნუ იქანცებით ტყუილად მეთქი დაწყნარდით, მოვაგონე ჯორვირებით როგორ გადმოვიყვანეთ, რომ ზაღლუმანდური სიცოცხლე გადაეგვერჩინა მათი. აი დღეს რითი პასუხობენ, ავტონომია მოითხოვეს წლების თქვენიცით, საკუთარი ფულის ერთეული ნიშანი და ესე შემდეგ. ბოლოს როგორც პაესი ათონელი წინასწარმეტყველებს, შესაძლებელია და თავისი სოხრად დარჩება ის ქვიანი სამშობლო, კლდოვანი სამშობლო. შეეხვალა ქვეყანაში და იყო ოდესღაც, ქვეყანა იყო ოდესღაც ხალხი ცხოვრობდა, უკაცრიელი გახდება მათი სომხეთი. ეს უნდა გაითვალისწინოს. ასე დაემართება დღეს რომ ბევრჯერ ვახსენეთ ყაზანის ღვთისმშობელში როსევსაც, სხვისასთან მათ შორის ჩვენსაც ეკოტირებიან ყველა გამართლებას უძებნის დასავლეთი ჩრდილოეთი, თურმე მათ საკუთარი სამხედრო გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. და ჩვენ არაფერი არ აქვს. როგორც ჰილარი კლინტონმა თქვა, ჩვენ შეგვიძლია გადავსახლდეთ აფრო-აზიის დაუსახლებელ ადგილებში. ასეთი ბევრია, გახსოვთ რა ეს რო თქვა. როდესაც უნდათ ევროპიდან აბორიგენების აყრა, ეს ომიც იმიტომ არის დაწყებული, თქვენ რო იცოდეთ და ეს არ არის ერთადერთი ომი, ამით არ დამთავრდება. ნუ მაგაზე ბევრი გვითქვამს და წმინდა მამათაგან და ამჯერად არაფერს აღარ ვიტყვი. მოკლედ ამის შემდეგ უთხარი რა, რაც გინდა ის გააკეთეთ მეთქი, აქ ლოცვა ჩატარდება. რატომ? იმიტომ რომ ლოცვა გურთხევა მეუფე სერაფიმეს დაამთავრდა. ამით ყველაფერია ნათქვამი. მერე მოვიდა ერთ-ერთი მათგანი, ერთადერთი აღმოჩნდა ქართველი წარმოშობილი და ყურში ჩამჩუჩულა, ვითომ კეთილგანწყობით, რომ მამაო ესეთი ყველაფერზე ხელის მომწერი არიან, ლიმონკას შემოგიგდებენ, აფეთქდებენ. თუ ღმერთის ნება იქნება, ეს ასეც მოხდება. თუ ღმერთის ნება არ არის, რა იმიყოს მე კაცმა. მეუთხარი, შენ ამაზე უარესი ხარ მეთქი. ისინი სომხები არიან, გასაგებია მათი ბუნება ზაგურული და შენ თითქოს ქართველი ხარ, გვარით ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული წავიდა ეკლესიიდან. ბოლოს გაიკრიფნენ, ლოცვა ჩატარდა მეუფე. წირვა ლოცვა ქადაგება იყო, მერე მეც ვთხოვა სიტყვა ამ ხალხზე ორი სიტყვა მერყვა იქ ქოთელიელები, ქართველები მოვიდნენ. და ესე შემდეგ და მეუფე ბოლოს კურთხევა გასა, რომ სოფელს არ შემოვატარო თუ ქართულ სოფელს ეს ხალხი, რატო გიყვებით ესე გამოწვეული მოგახსენეთ ცოტა ხანში. ჩვენც რა თქმა უნდა ავიტატეთ ეს ხალხი და გალობებით შემოვატარეთ სოფელს. იყო პაპანაკება სიცხე, დაგვსხა ძალზე. უბრალოდ სიცხე კი იყო პაპანაკება. ამასაც რა დაუსვამხას, მაგასაც მოგახსენეთ. ნუ ეს ყველაფერი დასრულდა. ამის შემდეგ ესე იგი პატარა ტრაპეზობა იყო ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ მიწაზე გაიშალა ტრაპეზი და ამის შემდეგ გამოვეშურეთ ერთხელ ბორჯომისა მე თავად თბილისისაკენ. როცა გამოვსდით ჩვენ სოფელს და დაიწყო სომხური სოფლები ქართულ მიწაზე, გავიხედე და ვხედავ რომ მთელი ველმიბრები გადათეთრებულია. მე მეგონა რომ თეთრ ჭარხალს იღებდნენ. ამოიღეს ჭარხალი, ბევრი იყო ძალზე, ერთბაშად ვერ წაიღეს და აი მინდორზე ყრია. და წინ იქ მეუფე მიდის სულ წინ. გააჩერა მანქანა და შევხედე ეს იცინის და ხელს მიქნებს. მოდი მამარჩი, მოდი, ნუ რა თქმა უნდა მივედი გავაჩერდა. რა მოხდა მეთქი, აი გადახედე ამას, ხარ ჭარხალი ამოიღეს მეთქი, რა ჭარხალი ის ჭარხალი სიტყვა მოვიდა მუშტის ხელაო. მხოლოდ ქართულ სოფელში იყო სიცხეც კი, ირგვლივ ყველა სომხური სოფელი დაისეტყვა. ეხლა თქვენ ამ ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, ღვთისმშობელმა მარიამმა თავად აჩვენა თავისი გაჩინება და მაშინ თქვა მეუფე სერაფიმემ, რომ ეხლა მივდივ, პატარა შენიშვნა მომცაო, ორიგინალს რა თბილი გაუმეტყველება აქვს შეხარვენახის ხატისა. ეს რა მკაცია, ეხლა მივდივ, ვის მიმართ და რატომ აქ კაცი გაუმეტყველება და ეს ღვთის განგება იყო, ჩემთვის დავაწერინე და იქ აღმოჩნდა ეს ხატი. ღვთისნებითა და ღვთისმშობელ
მარიამისა, რომლის ლოცვების მადლი დედაფთისა არ დაილიოს არც ბორჯომის ეპარქიას, არც სრულიად საქართველოს და ყოველ მართლმადიდებლ ქრისტიანზე და ესევე თავად მეუფე სერაფიმესზე. ამ ხატის მადლი ადგეს სადაც არის განმართლება ეყოს მრავალმოწყალე საჯულის ქრისტე მაცხოვრისა წინაშე. ამასთან ერთად იყო რა კვირა დღეს მამა გაბრიელის ხსენება კიდევ ერთხელ გილოცავთ უკან არეცვით ამ დღესასწაულსაც და ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა საუბრებ გამომიგზავნა YouTube-ში დაუდიათ ფილმი გადაიღეს ამ ზაფხულას მამა გაბრიელზე ჩვენთანაც იყვნენ ზოგიერთ სასულიერო პირთან მით შედარებით ახლოს იყო და ესე იგი საერო პირთან და არა ყველასთან შეიძლება იმ ყველას უარი განაცხადა არ ვიცი ხლა რაღაც მხედველობაში ყოველ შემთხვევაში ეს ფილმი შედგა დაახლოებით 50 წუთიანი გამოვიდა და არ დაგიმალოთ როცა უყურებდი ამ ფილმს ტირილი მომეწალა მამა გაბრიელი კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი დაცლაპარაკობდა ის მორწმუნე რელიგიის ახლო იყო მასთან გადაგებას ვიკვირავს და გავიმეორებ ახლა კი ვადიდებ და ვაქებთ მამა გაბრიელს მაგრამ ბევრი ტკივილები გადავატანინეთ შეურაცხყოფაც ამის მოწმეცალა დამცირებაც უგულებელს ყოფა ათვალწუნება და ცილისამებაც კი რომელსაც ზოგიერთს ვერც კი გავიმეორებ და სასულიერო პირებიც აკეთებ მათ შორის ჩვენ მოვიგონეთ იქ როგორ დაბრუნდით ერთხელ მამა გაბრიელს აგერ აქ ამ ახლომის ტაძრის გვერდზე მიბმული არის მამა გაბრიელის ტაძარი სადაც დღეს საკურთხეველია იქ არის წმინდა ტრაპეზი აღმართული რას ვიფიქრებდი ოდესმე სადაც იქ რკინიგზის ძველი შენობა იყო ჯერ ერთი ტაძარს გადმოეც ეკლესიას გადმოეცემოდა მერმე ტაძარი აღიმართებოდა და ისის მამა გაბრიელის სახელზე და პროექტით არჩილ მინდიაშვილის ცნობილი არქიტექტორისა იქით განაპირას უნდა ყოფილიყო საკურთხეველი მაგრამ ეს კედელი შუა კედელი ტიხარი რო ამოაშენეს ჩვენმა მრევლმა მათი ხელით არის აშენებული მითხრეს რომ მაპატიე მამამ კი ასე წერია პროექტში ასეა აღნიშნული მაგრამ აი აქ ითხოვს ბუნებრივად ეს შუა შემაერთებელი კორიდორი უნდა ყოფილიყო აღგომისა და მამა გაბრიელის ტაძრებს შორის და მამა გაბრიელის ტაძარი ამით ძალზე პატარა გამოდიოდა აქ ითხოვს და ხელი რომ გაიწმინდა უცბად იფეთქა გონებაში იქ ხომ მაგი დაიდგა სვაჯურის სისხლად შეღებილი უსებს ეს ფერი უყვარდა უსებს ხონდა დაუხლებაში პეტრე პავლეს ეკლესია თუმცა ცოლქმარ მაისურაძეების აგებული არის უმბადეს კი უსული ხახვიე და მოხსენი და ქართული სამრეკლო გავაკეთეთ ერთი სიტყვით იქ მჯდარა მამა გაბრიელი სალოსობდა და ენა ბიუცობდა წინასწარმეტყველებით რა კი გადაგებაში უკვე ვახსენე და უკვე ორ დღეში 4300-ზე მეტმა ადამიანმა ნახა თავს აღარ შეგაწეთ ესე რომ მამა გაბრიელიც და ზეცაც ჩვენთან არის მაგრამ ჩვენ აღარ გვინდა ღმერთთან ყოფნა ქართველებს ეს არის სილაგლახე და უბედურება მაგრამ გულს მიმხნევებს ის რომ აი ნოე მართან ერთი იყო ოჯახით და ზღვასავით გაამრავლა კაცთა მოდგმა მის შემდეგ აბრაამი არათუ ერთი შვილი ჰყავდა არც ერთი შვილი არ ჰყოლია ბერწი იყვნენ და მიწეული იყო აბრაამი 99 წელიწადს და ცოლი მისის არა 90 ამ ხისგან შვილი არ მისცემიათ მაგრამ რა არის ღვთისაგან შეუძლებელი როგორც აღუთქვა ზღვაზე ქვიშასავით ცაზე ვარსკვლავით გავამრავლებ შენს მოდგმასო და ასეც მოხდა ამიტომ სასულიერო თუ ღმერთი სათნო იჩენს და ღვთისმშობელი მარიამი ჩვენი ზეციური დედოფალი ქვიშასავი და ვარსკვლავით გამრავლება ქართულები მაგრამ გულახდილად რომ გითხრა ფიზიკურად ამდენი თუ აღარ არის დარჩენილი იმდენი ნიშანია აპოკალიფსური უკანასკნელი ჟამის გამომჟღავნებელი რომ ალბათ ეს გამრავლება ეგევით არის არ მოხდება მაგრამ სულიერი აღორძინება უეჭველად უნდა მოხდეს და მოხდება კიდეც ღვთისმადლით როგორც ელიამ ელოქმა ივანე მახარებელმა ამცნეს და უწინასწარმეტყველეს წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველს და მათ მიერ ჩვენს ვემსხო ყველას მართლმადიდებლებს მართალია ხანმოკლე ბრძოლა აქაც იქნება ამ ქვეყანაში ჩვენთან და არის კიდეც როგორც ხედავ დასავლური ფსევდო ღირებულებების დაძალება და მოძალება მაგრამ როგორც ესეთი ანტიქრისტე სარდარს აქ ვერ განიმტკიცებს არის მცდელობა მაგრამ ვერ განიმტკიცებს რატო კითხეს გავოცებით ჩერნიგოველმა დედება რომლებიც ამ წინასწარმეტყველას პირველები ისმენდნენ იმიტომ რომ ამ ხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს რომლის არის დიდება და მის განშობილისა
ძისა და ღვთისა ჩვენისა თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უგუნითი მისამდე ამენ